როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემთვის ცნობილი გახდა ციხის ადმინისტრაციის განსაკუთრებული სისასტიკე პატიმრების მიმართ. უდანაშაულობები აქ არ სხედა. ჩვენ რასაც ვაკეთებს, ნაჭით ეგრეა საჭირო. ციხის ადმინისტრაცია მათ თანამშრომლობას აიძულებდა. ერთ მაგალითად თომა ერქვა, უარი თქვა მან თანამშრომლობაზე და სასტიკად აწამეს. ჩემი შვილის ნახვა მინდა. ამისთვის ჩვენთან გარკვეული პირობები არსებობს. რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობაში სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში მუშაობის დროს? კამერების დახმარებით თვალი უნდა მედევნებინა დაწესებულებისათვის. დენის ჩაქრობის მიზანი იყო, რომ ჩანაწერებში არ გამოჩენილიყო პოლკოვნიკი თეთრაძის დაწესებულები და გაყვანა დაბრუნება. ბრძანდით ეს ჩვენი каранტინის განყოფილება არის. გლდანის მერვე დაწესებულებაში არსებული ვითარება ყოველთვის ძალიან საეჭვო იყო. დავიდავახელები უკან ეგრევე. ბოსი შვილი იყო რა. აი ვინმე კანონით ხმას დაძრავთ, ხო? დედას მოგიტყნოთ იმინა. არულავა კი. გასაგებია რა თქმა უნდა. კარგი. დღის მეორე ნახევარს შეგეხმენ. დარჩო. ბატონო დიმა, გამარჯობა. სალამი სოზო. როგორ ხარ? მადლობთ. სიმშვიდეა? კი, სხვა რა გზავნთ. ძალიან კარგი. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით ქალბატონლია? აზლობ კარგად. ჩვენებრად გამოიყურებით. დიდი მადლობა.
დათვლილი ოთახში მივდოდი ბატონო ოფიცერო. ოთახში? დიახ. ხომ მშვიდობა, ქალბატონია? მშვიდობა. კეთილი. გამარჯობა. შეიძლება თავს დაერეთ. ნუთები რა დააწყო. დაბზანოთ. ვიჭებს გამომარჯოს. გამარჯობა. როგორ ახართ? მშვიდობა. აი სწორე ეს. ღილი შეიგარი. სათავარ შრომისა და თავდაცვისათვის. რადვარ ბატონი დიმიტრი. ძალიან კარგი. შეგახსენებთ. უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ზემდგომი ოფიცრის ბრძანების გარეშე არ ვაღებთ საქმის კარებს. კორპუსზე დირექტორის ან მისი მოადგილის გამოჩენის შემთხვევაში ვაყენებთ საქმის კურსში. რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში მე მაყენებთ საქმის კურსში. გასაგებია? დიახ, გასაგებია ბატონი დიმიტრი. ძალიან კარგი. მიღებული გვაქვს დირექტივა, ვინ რომელ კორპუსზე ვარ დღეს? დიახ. კარგი. მაშინ შეუდგეთ საქმეს. აკორპუსი. ვინც ავართ აკორპუსზე წავედით. შავიშვილი მოდი აქ. დაგაცვიეს რა. ავად ვარ ბატონო ოფიცერო. სამორიგეოში დატოვე. არის. ავადმყოფი სახლში. და ლოგინში ხო იცი რა ემართება ავადმყოფებს? არის. დაუჩქარე. მე კორპუსი. როულა. ცე კორპუსი. წავიდა. ჭიჭუა დაგვაზე გამოვყევით. ახლავე. და შეიძლება? მოდი მადა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ახლად შემოსახლებულების ანკეტები მოგიტანეთ. ძალიან კარგი მოჩვენე. რამდენი კაცია? 35 კაცი. აუ. დილიდან კაცი. რა უყო სად დავტვირე სამდენი ხალხი რა. კარანტინი. კარანტინი მიპასუხე რომელი ხარ მორიგე? გისმენთ ბატონო ოფიცერო, ქობალია ვარ. დაქენით ის ახლები დააბინავეთ? დიახ ბატონო ოფიცერო. და სად? ზოგისად და ზოგისად. დატიეთ? დავტიეთ აბა რა გვექდა? ო, კარგი, ჩამოვალ მერე და გნახავთ. არის ბატონო ოფიცერო. მადლობა, მადლობა. უი, ხო, განცხადებელი გელოდებათ. სად? აქვე კორიდორში. ვინ არის? ატიმრიშვილი ახალგაზრდა გოგო. გოგო? კაი გოგოა? არის რა. კაი, შემოვიდეს. ვიჩო მეგეჯო.
ორიგე წყალი მოგეს. ორიგე მოდი. უხმაურო ბიჭო, წყალი არა ის მომინდომეს ახლა. ხმა ზედმეტი თქვენი ბიჭო. ატყნარდი. ითვერ მორჩი, გობალია ბლეა დამდეხად. რა ვქნა უფროსო? გუშინ და გუშინ წინ იმდენი შემოუყვანიათ გაიფსო каранტინი. 6 კაციან საკანში 30 კაცი. გავი კამერა. თავი დაბლა. ხელები ზურგს უკან. გაკეთე ამის. გობალი ჰაერი საერთოდ არ არის შიგნით. აიხჩობიანას. კარმუშკა უნდა გავახოთ. შეფ ხომ იცით არ შეიძლება. ვიცი ბლიად. ინვეს რამე მოუვიდეს პასუხს ვერ მოხდონ, გაიგე ხლა. როგორც თქვენი თქვით ბატონო უფროს. გააღე კამერა. თავები დაბლა. ხელები უკან. ყურადღებით მომისმინეთ. კარმუშკის კარს დავტოვებ ღიას. რომელიმე თქვენთაგანის არასწორი მოქმედება და მთელი საკანი დაიჯება, გასაგებია? ძალიან კარგი. დაგეთე. ზედმეტი თქვენ. დავაღე კარმუშკა. ზედმეტი. და გამარჯობთ. შეიძლება? მოდი. გვარი. ფარულავა. სახელი. ოლიკო. აქ ხალი პატიმრები არ აქვს. არა, პატიმარი მამა. მამას ქვია ოლიკო. არა, ოლიკო მე მქვია. სასიამოვნოა. პატიმრის სახელი? ანზორი. ანზორი. ანზორ ფარულავა. ანზორ ფარულავა. მეკრთამი. არა, რატომ მამას ქრთამი არ აუღია? აბრალები. ისი აქ ვინძის ყველა უდანაშაულოა. რა პრეტენზიები გაქვს? მამას არ მაჩვენებენ. ჩვენთან ამყოფი ხარ მანამდე? დიახ. ბოლოს როდის იყავ? ბოლოს თებერვალში. თებერვალში. შენი სახარ ხო? ძუძუზე რო ნაკოლბა გაქვს. ტატუ. თქვენ რა იცით? მე ყველაფერი ვიცი. აი რო შემოდიოდი კარებზე რა იწერე? უსაფრთხოების უფროსი. ეგა. მე ყველაფერი ვიცი და უნდა ვიცოდი აქ რა ხდება. მაჩვენებთ მამას? შენ? მაჩვენებ დატოს. არა, რატომ უნდა გაჩვენოთ? და მე რატომ უნდა გაჩვენო მამა? როგორ ის ხომ აქ არის თქვენთან? კი. ის აქ არის.
ჩვენთან. ეს კიდე მანდარის შენთან. ბრალდების მხარეს თხოვ წარუდგინოს სასამართლოს მორიგი მოწმე. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ოლიკო ფარულავას. მანდატურს თხოვ შემოიყვანოს მოწმე. მოწმე ფარულავა. გთხოვთ, წარუდგინეთ თავის სასამართლოს. ოლიკო ფარულავა. ბრალდების მხარეს შეუძლია დაიწყოს დაკითხვა. ქალბატონო ოლიკო, მოახსენეთ სასამართლოს სად შეხვდით ვიქტორ ვაჩეიშვილს. სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში. იქ მამა ჩემი ყავდათ დაჭერილი. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება. თვეების განმავლობაში არ მაჩვენებდნენ მამას. შემდეგ განცხადება დავწერე და ვაჩეიშვილთან გამაგზავნეს. ქალბატონო ოლიკო, თქვენ ჩვენებაშიც ადასტურებთ. მომთხოვა მკერდზე დახატული სვირინგი მეჩვენებინა. საიდან იცოდა ამის შესახებ? ციხეში, შესამოწმებელ ოთახში გვაშიშვლავდნენ. იქიდან იცოდა. მიტრიალდიდეთ მები გაიცეთ. ანუ გითვალთვალებდეთ. დიახ, მაჩვენა კიდეც ის კადრები, სადაც სრულიად შიშველი ვარ. ყვილია პირველად ხედავ. თვალთვალი არაფერ შუაში აქვს ბატონო მოსამართლე. ჩემი ნებართვის გარეშე ვერავინ გაჩვენებს მამას. ასე ჩემო კარგო. შენ დადოს მაჩვენებ. მე მამას. თა რომ იცოდე, რეჟიმს არ ემორჩილება. და თუ ძალიან გაჩიუდდებით, კარცერში ამოვაკბობ. იცი რა არის კარცერი? არა. სხვა პატიმრის ახლობლებს კითხე. ისინი აგიხსნიან. მე ვალდებული არ ვარ, რომ ტატუ გაჩვენოთ. თქვენ კი ვალდებული ხართ, რომ პაემნის უფლება მომცეთ პატიმართან. როგორია ჭიკჭიკდა? ესე იგი მე ვალდებული ვარ, რომ გაჩვენოთ მამა. კარგი. მე შეგახვედრებ მამას. მაგრამ იცოდე. პაემაზე მოსვლისას სავალდებულო ჩხრეკის დროს მაგ ფუმფულად დაკუნებში ნარკოტიკს რომ იპოვნია, აი მაშინ მიხვდები, როგორ ვასრულებ ჩემს მოვალეობებს. ეხლა აუდი აქედან. ზუკნა. ისე რომ იცოდე, შენი ტატუ, შენი ძუძუ და შენი დაკუნები აქ მაქვს. და აქ ყავს მამა შენიც. ფირცხალავა. გისმენ, შეფ. ფარულავა რომელ კორპუსზე ზის? C კორპუსზე, შეფ. საღამოს ამომითხრიე რა. გასაგებია, შეფ, აუცილებლად. ანუ იმ შემთხვევაში ნახავდით მამას, თუ მის კაბინეტში გაშიშვლდებოდით. დიახ, მე უარი ვუთხარი. რის შემდეგაც მამა კარცერში ჩასვეს და იქ თვეები იმყოფებოდა. არ ხვენია რეებსიძა. მე დაწმენდი და დაიცავით წესრიგი. ქალბატონო ოლიკო,
შემდეგი შეხვედრის დროს რა მოხდა? უკაცრავად. ისმენთ? ვერ მიცანით? ფარულავა ვარ. თქვენთან ვიყავი. შენი სარა ხარ? კატუს რომ ალავ? არ მალავ. მაჩვენებთ მამას? შენ მაჩვენებ კატუს? დიახ. მამა კარცერშია. იცი. კარგი. წამ. ჩემთანა. გთხოვთ დეტალურად გაიხსენეთ, რა მოხდა ვიქტორ ვაჩეიშვილის კაბინეტში. ხდიდა ტანსაცმელს და მიყურებდა. უკაცრავად. ალია ყოფებით თქვენსგან ორი კითხვა რა. თავი შეიტანო. ბრალდების ხარეს შეუძლია განაგზოს დაკითხვა. ქალბატონო ოლიკო, სექსუალურ ძალადობას ხომ არ ქონია ადგილი? თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგიურ ზეწოლას არა. რამდენი გადაგიხადეს მაგ ჩვენებაში? არაფრის თავი არ ქონდა. სიჩუმე. ბრალდებულ ვაჩეიშვილს ვაფხია. სიჩუმე დარბაზში. თქვენო ღირსება, ბრალდებას აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის ხარეს ხომ არ ექნება კითხვა? კითხვა გვაქვს. ქალბატონო ოლიგო, თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რაში გამოიხატებოდა ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა? ის მეუბნებოდა, რომ თუ არ გავიხდიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მამა ჩემს არ მანახებდა და ის კარცერში მოხვდებოდა. ჩვენ მეტი შეკითხვები არ აქვს. ქალბატონო ოლიგო, მე მინდა გკითხოთ. როგორც თქვენ ამბობთ, გაშიშვლებაზე უარის გამო ბრალდებული მამა თქვენს კარცერში სვამდა, სწორად გაგიგეთ? დიახ, და იძულებული ვიყავი, რომ გამეხადა. რებს იძახის. კარგი. ქალბატონო ოლიგო, რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ თქვენს მიერ მიცემულ ჩვენებაზე? დიახ. ციხიდან გამოსვლისას მამა ჩემი ინვალიდი იყო. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მამა თქვენი ციხეში დაინვალიდდა. დიახ. შეგიძლიათ მოახსენოთ სასამართლოს, გაშიშვლება ყველასათვის სავალდებულო პროცედურა იყო, თუ თქვენ იყავით გამონაკლისი? არა, ციხეში ზოგადად ესე ხდებოდა, რომ ამოწმებდნენ ქალბატონებს და აშიშვლობდნენ. და შეიძლება? მოდი. გისმენთ. დაჯექი. შენ გვანცა არ ახარ სათვალთვალოდან. დიახ. რა მოხდა დღეს აქ გვანცა? შუქი გაითიშა. მართალია, გაითიშა. და რატო გაითიშა შუქი? არ ვიცი, ვერ გეტყვით. გვანცა. აი, რაიმე უჩვეულო ხო არ შეგინიშნავს? არა ბატონო ალექსანდრე. ვერაფერს გეტყვით. კარგი პასუხია. როგორ ჩანს ჭკვიანი გოგო ხარ? დიდი ხანია გაკვირდები. გიყურებ. ვამოწმებ როგორ მუშაობ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვიფიქრე უფრო კარგი იქნება. თუ უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს. ასეთ პირობებში
სასიამოვნოც კი შეიძლება გახდეს მუშაობა. ეთანხმები? ზუსტად ვერ ხვდები, რას გულისხმობთ, ბატონო ალექსანდრე? არა უშავს. მიხვდები. კონცან უხარესდი დაძაბული. მოეშვი. ცოტა დავლიოთ. და უფრო ახლოს გავისნოთ ერთმანეთი. მომწონხარ. აი ეს ფორმაც გიხდება და ფერიც. უკაცრავად. შენ გონია ვერ ხვდები როგორ მიყურებ. შიშველი რომ დგახარ. მეთამაშები? აი აქ მაქვს. შენი ყველა გაშიშვლება. შენი ყველა სტრიპტიზი. რა სტრიპტიზი, ბატონო ალექსანდრე, ეს ყოველდღიური ციხის პროცედურაა. ხოდა უხსენი მსოფლიოს მძრეველებს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. რა გინდათ? არაფერი. მინდა რომ ცოტა მოეშვა. ერთი ორი ჭიქა დავლიოთ. და უფრო ახლოს გავისნოთ ერთმანეთი. მაიძულებთ სამსახურში დავლიო, ბატონო ალექსანდრე? შენ აქ აღარ მუშაობ. კარგით. გასაგებია. წავალმე, ხო? აი, ის თან წაიღე. და მარტო როცა იქნები, გადახედე ყოველი შემთხვევისთვის. ხო, თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, სალომეს შეუთანხმე. და უთხარი, რომ შეხვედრისთვის მზად ხარ. კარგით. აი ერთი სიტყვაც კი. სადმე რომ დაგწდეს, ინტერნეტს აავსებს ეს ჩანაწერები. გაიგე? გასაგებია. რა ხდება? სად არის პატიმარი? დიდხანს გელოდოთ? მოყავთ, შეფ, მოყავთ. ორ-წუთში აქ იქნება, შეფ. თქვენი ბრძანებით ხო C კორპუსზე გადავიყვანეთ. და ცოტა შორს არის რა. კარგი. რომ მოვა პორკილები არ მოხსნა. შენ უკან დაუდექი, ინერვიულოს. კარგით. და ის რა არ დავამუშაოთ ცოტა? ნახოთ როგორ მოიქცევა. და პატიმარი 40-ზე მოვიყვან. შემოიყვან. ოდე. გასულ. არის შეფ. აი ხო არ გეშინია? არა. აბა რა სხვანცარი? რა შეჭირა? ხო კარგად გძნობ თავს. კი. საკმარისი დრო მოგეცი მოსაფიქრებლად. რაზე?
რას გულისხმობ? თანამშრომლობას. ჭკვიანი კაცი ხარ. თუ არ ხარ ჭკვიანი. ხო ხედავ. როგორ ვზრუნავთ, რომ კარგ პირობებში იყო. ახლა ჯერი შენზეა. ჩემი პასუხი იცით. არ აღიარებ. არა. არც თანამშრომლობ. არა. ესე იგი მოგიწევს 10-15 წელი ქათმებში. გამოყლებებული ყოფილიყო. აფსუს. შენერი ცოლი შენ ხელში. ცოლი რა შუაში? შენმა ცოლმა იზრუნა, რომ კარცერიდან ამომიყვანე. ჭკვიანი ქალია. ვაფასებ მასეთებს. იტყუებით. მე როგორ გეკადრება? გითხარი უმშვენიერესი ქალია. კარგად იცის რა არის 15 წელი მარტოობა. უკაცობა. უყენაბოს ფუშელი დასწრებეთი შენი თმარად. ბრალდების ხარეს ვთხოვ, წარადგინოს მორიგი მოწმე. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს სასჯელ აღსრულების ნომერ 8 დაწესებულების რეჟიმის სუფროს ოლეგ ფიფიას. მანდატურს ვთხოვ შემოიყვანოს მოწმე. მოწმე ფიფია. გთხოვთ წარუდგინოთ თავის სასამართლოს. ოლეგ ფიფია. ბრალდების ხარეს შეუძლია დაიწყოს მოწმის დაკითხვა. ბრალდებულს ვთხოვ განუმარტოს სასამართლოს. ქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განსასჯელ 40-ზე. მისი გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში ყოფნის დროს. ვერ ვიხსენებ ესეთ ფაქტს. გაგახსენებთ. წაგიკითხავთ ამონარიც თქვენი თანამშრომლის ფირცხალავას ჩვენებიდან. ფიფიას ბრძანებით პატიმარი 40-ზე მის სამუშაო კაბინეტში ავიყვანე. სადაც ფიფიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმარზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. Hey you guy! Hey! დედის ტყნა. შვიდად. ეხლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ვინ სად იქნება? შენ ქათმებში. შენი ცოლი აქ ჩვენთან. შენ სანახავად მოვა რომ არ ჩაძაღლდე. თუ შენ ლაგერში. შენი ცოლი სახლში. ბავშვებთან. წამიყვანეთ კარცერში. კარცერი გამოსავალი გონია. ეგ უკვე გვიანია. შენი ცოლი იყო აქ ჩოგჯაში. გინდა განახო ხალები მის დუნდულებზე. ორი მარჯვნივ, სამი მარცხნივ. ვაუ! Leosen, აი უყურე, ახლა თუ ხელს არ მოაწე. გაიგეშენ. აი მაგ შენი ცოლის ფოტოს დაურიგებ აბსოლუტს. და მთელი ციხე შენი ცოლის ტრაგზე დააძლევს. უყურე, კარგად, დედა მოთხარ. ჰა? წამიყვანეთ კარცერში. მანამდე გაძლევ დროს მოსაფიქრებლად.
მე განცხადებას გამიშვანშვალი. მანამდე მე შენს ცოლთან გავაგრძელებ მოლაპარაკებას. შენი ბედის თაობაზე. წაიყვანე. წადრიე! წადრიე! კარცერში. შეფ, მართლა გაშიფე? კუკლა, ბიჭო, კუკლა. კუკლა? ო. საფრთხო კალორიებია? აბა რა. აუ, უეჭველი დაიჯერებდა. აბა რა ასე? კიდევ მე დავიჯერე. არა, ის ხადები უნდა რაღაც სამი ხალი და აი შეხედე. აბა. რა თვალი გაგვარი. ისე კი გაჟიმობდა კაცი მართლა. ნახოთ ყველაფერი წინა. ისე ხოლმე რეზერვი ბიჭები მაგრა პანიკდებიან ამან. ეხა იქ ფოტოებს დაგიდებთ რამე აბსოლუტურად ედას მოიწმოს მოაწers ხელს. აბა რა სიზავს? სხვა გზა აქვს. იმინე გაგაფრენს თუ. ისე რა მაგარი დაშა. ზიხარ და კაიფო ხოშე მოჭი უხურე. ტყუილია ეს. არ არის ეს ჩემი შვილება, ბატონო მოსამართლე. დაიცავით წესრიგი, დაიცავით წესრიგი, დაბრძანდით ადგილზე. ბატონ პროკურორს თქო განაგრძოს. გმადლობთ. კადრები, რომელზეც ასახული იყო პატიმრის შიშველი მეუღლე. ამით დაკავებულის თანამშრომლობაზე დაყოლიება უნდოდა. ადასტურებთ თუ არა მსგავსი პრაქტიკის არსებობას ნომერ მერვე საპყრობილეში თქვენი იქ მუშაობის დროს. ვადასტურებ. ანუ შემოწმების ოთახში არსებული ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებულ კადრებს ციხის ადმინისტრაცია იყენებდა პატიმრის შანტაჟისთვის? დიახ. იცოდნენ თუ არა ამის შესახებ სასჯელ ახსრულების დეპარტამენტისა და სამინისტროს ხელმძღვანელობამ? დიახ, იცოდნენ. ხომ არ ქონია ადგილი მსგავსი კადრების გავრცელებას ამ დაწესებულებაში? ქონდა. მოახსენეთ სასამართლოს რა ბედი ეწია პატიმარ ორმოცაძეს? არ ვიცი, არ მახსოვს. სასამართლოს მინდა მოვახსენო, რომ ხსენებული შეხვედრის შემდეგ პატიმარმა ორმოცაძემ კარცერში თავი ჩამოიხრჩა.